თბილისის მერიის გადაწყვეტილებით სასკოლო და სტუდენტური არდადეგების პერიოდში ახალგაზრდები ზამთრის ბანაკებსა და სკოლებში მონაწილეობას შეძლებენ. პროგრამით სარგებლობას 14-დან 29 წლამდე ასაკის 2000-მდე თბილისელი ახალგაზრდა შეძლებს. მსურველებს რეგისტრაციის გავლა დღეიდან შეუძლიათ. თბილისის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ თბილისის საბავშვო ბაგაბაღებში საახალწლო არდადეგებზე ისაუბრა. ის 30 დეკემბრიდან 15 იანვრამდე გაგრძელდება. რაც შეეხება საახალწლო ღონისძიებებს, დედაქალაქში მთავარი ნაძვის ხის ანთება 12 დეკემბერს იგეგმება. სამუშაოებს ვაწარმოებთ პირველი რესპუბლიკის მოედანზე, სადაც განთავსდება საახალწლო ნაძვის ხე და ასევე საახალწლო სოფელი. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ შევქმნათ სასიამოვნო გარემო და ისეთი სიტუაცია, რომ თითოეულ იქ მისულ ადამიანს, დიდს თუ პატარას ეს სიამოვნოს და იყოს შესაბამისი განწყობა. ამიტომ 12 დეკემბერს საღამოს 20 საათზე პირველი რესპუბლიკის მოედანზე, სადაც გვექნება იმის შესაძლებლობა, რომ ავანთოთ ქალაქის მთავარი ნაძვის ხე. გარდა ამისა, როგორც გითხარით, გაიხსნება საახალწლო სოფელი, გეპატიჟებით ყველას